შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მე-16 ტრაგედია 20 მაისი. ჯერ არ იყროდა რკალი, თუმცა ალბედი თავისას ჩაითქვამდა ჯაგარ წამოშლილი, ჩემზე იყოსო. ჩანგური თუ გაქვთო? მოიკითხავდა ალექსანდრე სულხანიშვილი და როგორ არაო, მაშინვე რომ მიურბენინებდნენ. სხვას რა სიმღერებდა თუ არა მიხა ხელაშვილის ლექსს მაღაროს კარის ბრძოლის შესახებ, შექმნისთანავე შეფიცულთა სასიმღერო რეპერტუარში დამკვიდრებულს. მანამდე სასტიკ ყინვაში არაგვის გაღმა რომ მოინდომებდა გასვლას სამი შეფიცული ალექსანდრესთან ერთად გაბო ოზიაშვილი და ლელო ჩიქოვანი. ჩალაბაურის ხიდი ეშორებოდათ, ცივწყალში გატოპვას მოერიდებოდნენ. მერე სად გამშრალიყვნენ, საცალფეხო ხიდზე კი იცოდნენ ყარაული იყო დაყენებული და იოლად ვერ გადააღწევდი. დაწონიდნენ და მაინც საცალფეხო ხიდს ამჯობინებდნენ. ყარაულს ნალულად მივეპაროთ, შევიპყროთ და თან წავიყვანოთ. სამშვიდობოს გაღწეულებმა კი გაუშვათო. ამ ჩანაფიქრშიც ხელშესახებად აირეკლება მათი პიროვნული ბუნებაც და შეფიცულთა მოქმედების საერთო სულისკვეთებაც. იოლად არ დაიდონ სისხლი, თუ გამოუვალ ყოფაში არ ჩაცვიდნენ, უვნებლად გაუშვან მოწინააღმდეგე. ამჯერად დარაჯის შეპყრობა არ დასჭირდებოდათ. ეტყობა იმასაც შესცინოდა და სადმე შეეფარებინა თავი, ასე რომ შეფიცულნი არხეინად გადავიდოდნენ ხიდზე და ზაჰესის მშენებლობაზე მომუშავე მეურმეების ბოსლებისაკენ აიღებდნენ გესს. საქონელსაც იქ რომ ინახავდნენ და თვითონაც შიგეძინათ. მეურმეები ამად დანახვაზე წამსვე მიხვდებოდნენ, ვინც სტუმრობდნენ და დიდი პატივითა და თავაზიანობით შეეგებებოდნენ. შეფიცულნი საჭმელზე უარს იტყოდნენ. ახლახან დიახელითო და მაშინაა ალექსანდრე ჩონგურს რომ მოითხოვს და კიდევაც გადააწვდიან. ამას საკმაოდ ეხერხებოდა დაკვრაც და სიმღერაც, თან ლექსიც ისეთი შეარჩია, განწყობილებას ყველაზე უკეთ რომ შეფეროდა და გლეხები დიდი მღელვარებით რომ მოისმენდნენ მაღაროს კარის ბრძოლის პოეტურ ვერსიას. რამდენიმე ყმაწვილ კაცი განსაკუთრებით აფოფინდებოდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელისა და ჰეროიკული ღვაწლის ხსენებით თითქოს ისისაა ხმას უნდა წაწვდნენ, მხნეობით აღტაცებულნიო. მსმენელთა ასეთი გამოძახილი ლაპარაკის ხალისე დააყენებდა შეთქმულებს და კომუნისტებსა და რუსებზე თვალს საბოლოოდ აუმხელდნენ მასპინძლებს, რომელთაც ისედაც შემოფანტვოდათ სასიკეთო ძვრების, კარაქის მთებისა და რძის მდინარეების ილუზიები. ახლა კი რეალობის მთელი ტრაგიზმი უნდა ეხილათ, წარე აწმყო და კიდევ უფრო უარესი მერმისი. ჯერ თავისთავადად შეიძლება წამოგონებოდა ეს ეპიზოდი ალექსანდრე სულხანიშვილს. მიხა ხელაშვილის ტრიქონებით განათებული და მით უფრო არ წაეშლებოდა ხსოვნაში გლეხებთან გამომშვიდობების შემდეგ ციწამურისაკენ რომ გასწევდნენ და იქ თავისებურ რიტუალურ აქტს აღასრულებდნენ. აქვე ახლოს ის ალაგი
სადაც ილია ჭავჭავაძე მოჰკლეს. იგულისხმებოდა, ხომ არ შეგვევლო და ალექსანდრე მაშინვე მოინდომებდა მის მონახულებას და ახლად გარიჟრაჟებულზე კიდეც მიადგებოდნენ. ხილვით კი იხილავდნენ, მაგრამ დიდი მუხის ჯვარს ამ ტრაგედიის მემორიალად ჩასობილს ძირი მოლპობოდა და წაქცეულიყო. ამათ არ უწყიან, რამდენ ხანსაა ასე უპატრონოთ მიტოვებული, არც ამულელმა რომ არ მიაქცია ყურადღება და არც ჩამვლელმა და არც საგანგებოდ მოიკითხა ვინმემ, ნეტა რა დღეშია, ისევ დგას თუ არაო. ყოველ შემთხვევაში ის ისაა, წაქცეულს არ აღგავს. სიმბოლური კი არის. ქვეყნის მხსნელად მოვლენილი კაცის მკვლელობის ადგილას წაქცეული ჯვარი რომ ასვენია. ჯერ მოკლას რას ემართლები, ახლა სანიშნედ დადებული ჯვრის წაქცევასაც. თუმცა რატომ უნდა გაგიკვირდეს მემორიალის ასე უხთოდ მიტოვება იმ ხელისუფლებისაგან, რომელთაც ასე მიზან მიმართულად მოამზადეს ის საბედისწერო დღე. ამიტომაც არ მოკლებოდა მათი წყალობა გიგლა ბერბიჭაშვილს, უშუალო მკვლელთაგან ერთადერთს, ვინც მეფის ხელისუფლებისაგან ჩამოხრჩობასა თუ შეპყრობის მცდელობისას ჩაცხრილვას გადაურჩა და ახალი რეჟიმისაგან განებივრებულს ცა კუდათ არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. მაშინ კი წაუხდებოდა ნირი და ძალიანად წაუხდებოდა შეფიცულნი რომ მოიგდებდნენ ხელთ და ციმციმ არ ბენინებდნენ ბანაკში. დაე ქაკუცა ჩოლოყაშვილს გაესამართლებიდა საჯაროდ, ეთქმევინებინა ყველაფერი და სასჯელის უმაღლესი ზომად შეეფარდებინა საუკუნის დანაშაულის ჩადენისათვის. ხელი ემაცდუნებოდათ გზაში, განა არა და ნურც გავამტყუნებთ, მაგრამ როგორღაც შეიკავებდნენ თავს, ვერ იკადრებდნენ ბელადის წინ გადარბენას. ილიას სისხლი იმას უნდა ეძია, თან მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი წესით. ალექსანდრესაც ახსოვდა დატყვევებული ბოროტმოქმედის ფორთხვა მიწაზე, ვალალი და თავზე ნაცრის დაყრა. პარტიული მოვალეობა შევასრულე, რანება მქონდა, პარტიის განაჩენს გადავღობებოდი, ტარვალისა და ხალხის ჯალათის, გლეხკაცობის მკვლეფავისა და სოციალ-დემოკრატიის დაუძინებელი მტრის მოკვლა ყველასათვის სასახელო იქნებოდა და რაღა ჩემთვისაა დანაშაულიო. ნუ მომკლავთო, იხვეწებოდა. ნუ ჩადგებით ჩემ ცოდვაში, ნუ ჩადგებით ჩემს ცოდვაშიო. ერთმანეთს შეხურებდნენ შეფიცულნი, ნეტა რომელს მოგვამდობს ბელადი სასჯელის აღსრულებასო. დუმდა ქაკუცა, იწელებოდა დრო, საუკუნეს ემსგავსებოდა წუთი და ნერვები ისე დასჭიმლოდა, ვეღარც გაუძლებდნენ ბელადის წინაშე განსაკუთრებული მოკრძალება რომ არა. ხომ ასე სჯეროდათ მისი, ხომ სიცოცხლესაც არ დაიშურებდნენ თუ კი ამ გარდუვალობას აგრძნობინებდათ, მაგრამ ამჯერად კარგახანს ვერ მოვიდოდნენ გონს, როდესაც ქაკუცა ჩოლოყაშვილი ილია ჭავჭავაძის მკვლელის უვნებლად გაშვებას ბრძანებდა.
თუ ეჩვენებოდათ რაღაც. ბანგმა მოიცვა ყველას გონება თორემ, აბა, მაგრამ ბელადმა იცოდა, რასაც სჩადიოდა. ერთი უბირი გონება აბნეული კაცის გასამართლებას განა რა მნიშვნელობა ჰქონდა, როდესაც შეიძლებოდა, რომ პოლიტიკური პარტია გასამართლებულიყო როგორც ამ მკვლელი შთამაგონებელი და უშუალო თაოსანი. გოგლა ბერბიჭაშვილის მოკლა როგორ შეიძლებოდა, ამისთანა მოწმეს სადღაიშოვნიდა. გასაქანი არ უნდა მიეცა ბახვის საიდუმლო კრების მონაწილეთა თუ მათი დამქაშებისათვის. ყველაფერი უნდა გამოეყენებინა მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად და რაღა გამოყენება იქნებოდა თუ მოწმეს საკუთარი ხელით გაისტუმრებდა მიუსავალეთში. საბრალდებულო სკამზე სოციალ-დემოკრატებს დასვამდა. ორივე ფრთას დატევდა და საბოლოო განაჩენსაც გამოუტანდა მართლმსაჯულების ხელით. დაე, ეს ყოფილიყო პირველი სასამართლო პროცესი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში აღსრულდებოდა. სახელმწიფო ამ აქტით შეუდგებოდა ახალ ცხოვრებას. მაგრამ გიგლა ბერბიჭაშვილი უვნებლად რომ აღწევდა თავს შეფიცულებს, ვაი თუ ჩოლოყაშვილელთა ბრძოლა ვერ დასრულებულიყო ოცნების აღსრულებით და რატომ უნდა გადარჩენოდა უშუალო მკვლელი სამართლიან განაჩენს. ქაქუცა ჩოლოყაშვილი წამითაც არ ფიქრობს, რომ თავისუფლების ძიება შესაძლოა მარცხით დასრულდეს. უყოყმანოდ სწამს, რომ საქართველოს სახელმწიფო იქვეა, სულ იქვე და ხელის გადაწვდენაღაა საჭირო მის ამოსაგებად. მანამდე დაე გადარჩენილი ეგონოს თავი ბერბიჭაშვილს. აბა, სად ათრიოს ბრძოლებში მისი დროც მოვა. მენშევიკების დროც მოვა და ბოლშევიკებისაც. ოღონდ ყველა უნდა დარწმუნდეს. პირად ანგარიშს კი არ ასწორებს მათთან ხელისუფლების არმიის ბელადი, არამედ კანონი და სამართალია მათი წინააღმდეგი. იმ გზის წინააღმდეგი, რომელიც ილიასნაირ ადამიანებს იცილებს და ხალხის სახელით გამოაქვს სასიკვდილო განაჩენი ხალხისათვის თავგადადებულ პიროვნებათათვის. ჯერ კი იმ გრანდიოზული სასამართლოს გამართვამდე დგანან და დახურებენ ქაქუცას მეომრები წაქცეულ მუხის ჯვარს და კიდევ ერთხელ განიცდიან მთელი სიმძაფრით თუ რაოდენ საშინელ რეალობაში უწევთ ცხოვრება. ცხადია, სინანულისა თუ აღშფოთების გამოთქმას არ იკმარებდნენ შეფიცულნი, აღარც იმას დაგიდევდნენ, ვაი თუ თავზე წამოგვადგნენ მდევრებიო და დამხობილი ჯვრის ხელახალ აღმართვას შეეცდებოდნენ. ღანჯლებით იქვე გამოჭრიდნენ ხის ბურულებს და მათი მეშვეობით შეუდგებოდნენ ჯვრის დამპალი ძირის ამოღებას. რაც არ გამოდგებოდა იოლის საქმე და ბევრ ოფსაც აწურვინებდათ, რადგანაც ძირი ყინვას ლამის ქვად გადაექცია. ესენიც არადა არ მოიშლიდნენ, ვიდრე იმ ძირს არ ამოთხრიდნენ და ჯვარს თავის ადგილზე არ დააბრუნებდნენ. იდგნენ და შეხყურებდნენ.
გამობრუნდებოდნენ და გამოხედავდნენ, იuliდნენ და ისევ გამოხედავდნენ და ასე ვიდრე თვალს მიეფარებოდა ხელშესახების სახსოვარი იმ დღისა, რომელმაც ასე უღმართად შეცვალა ცხოვრების დინება და გრწანისის ალად მოსაგონარ დღესავით დარჩა ქვეყნის ისტორიას. შეფიცულთათვის დღეთა ამ რიგში უკვე 25 თებერვალიც რომ ჩამდგარიყო და ჯვრის ფეხზე წამომართვით ერთდროულად იგლოვდნენ სამივე წყრომას ბედისწერისას, რომლის წინააღმდეგაც თავს არ იზოგავდა ქაკუცა ჩოლოყაშვილი, მაგრამ რას გამოგლეჯდა სანუგეშოს, ან იმ წუთას, ან სამერმისოდ. დღეთა რიგს, დღეთა ჯარს რკალად ხრიდა ბედისწერის ქარაშოტი. ამ ქარაშოტს, ბედისწერის ამ რისხანებას უკვე წაეყოლებინა თან კოტე აფხაზი და დანარჩენი შეთქმულნიც საუკეთესო მეომრებად, სამხედრო საქმის მარილად რომ მოვლენოდნენ ქვეყანას, მაგრამ სამხედრო ცენტრის სრული განადგურება რომ არა, არავინ უწყის, როგორ წარიმართებოდა აჯანყება რუსული უღლის გადასაგდებად. დიდ სამხედრო გონიერებასა და ძალგულოვნებას, გამოცდილებასა და თავდადებას მოეყარა თავი ამ ცენტრში, რომლის მეთაურადაც ილია ჭავჭავაძის დისწულის შერჩევა თავისთავად მიანიშნებდა ამ საიდუმლო ორგანიზაციის შორს გამიზნულ ზრახვებს. ხორცი შესხმოდა ილიას ნაოცნებარ სახელმწიფოს და არასოციალ-დემოკრატთა სოფლ ხედვისა და მისწრაფების პიროვნებათაგან, არაფრად რომ არ უღირდათ სამშობლოს დამოუკიდებლობა და იოლადაც ამიტომ მიაკარგავდნენ, არამედ ეროვნულ ძალთაგან. კოტე აფხაზი კი ერთ-ერთი იმ პიროვნებათაგანი უნდა შექმნილიყო, ვინც განსაკუთრებულ ღვაწლს დასდებდა ოცნების ახდენას. ვერ მოითმენდა ხელისუფლება ამ გაერთიანების იატაკქვეშა საქმიანობას, საყოველთაო სახალხო აჯანყების სამზადის, უახლოეს ურთიერთობას ქაკუცა ჩოლოყაშვილსა და მის რაზმელებთან. მოითმენდა და თვითონვე დაზარალდებოდა. დატუსაღებას ხომ არ აკმარებდნენ სამხედრო ცენტრის წევრებს. ვერა და ვერა, რადგანაც ძალიან ეშინოდათ. შიშს კი იმხელა თვალები გამოსხმოდა. დროულად თუ არ გაისტუმრებდნენ სასაკლაოზე სამხედრო ცენტრის წევრებს, ისეთი ძაბუნი ჩაუდგებოდათ სხეულში, გააუძნელდებოდათ მათთან ბრძოლა და უდან ნაბადიც უნდა აეკრათ მოსკოვში გასაქცევად, ჯერ კიდევ ამბოხების გამოცხადებამდე. თანდათან ვიწროვდებოდა რკალი კოტე აფხაზისა და მის შეთქმულთა გარშემო და თუმცა გაბრძოლება არ დასცალდებოდათ და 1832 წლის შეთქმულთა დარად ლოგინებიდან წამოკრებდნენ აჯანყების სამზადისში გართულთ, მაინც გმირებად შევიდოდნენ ქვეყნის ისტორიაში. რაკიღა სასჯელის უმაღლესი ზომა შეეფარდებოდათ მეთაურსაც და ალექსანდრე ანდრონიკაშვილსაც, როსტომ მუსხელიშვილსაც, მიხეილ ზანდუკელსაც, სიმონ ბაგრატიონ მუხრანელსაც, იასონ კერესელიძესაც, ივანე ქუთათელაძესაც, სიმონ ჭიაბრიშვილსაც, ალექსანდრე მაჭავარიანსაც, ელიზბარ გულისაშვილსაც, ლევან კლიმიაშვილსაც და დიმიტრი ჩრდილელსაც.
რეკვიემის ნაღვლიანი მელოდია იმართლება ამ სახელებით, ჰეროიკულ მუსიკასავითაც რომ ხმიანობს. დასახრეტად წაყვანის წინ, ჩეკას შენობაში გაისმოდა ის ფრაზები, რომლითაც კოტე აფხაზის შეთქმულების ჰეროიკული სახელით შემორჩენილი პოლიტიკური მოძრაობის წევრები გამოეთხოვებოდნენ ერთმანეთსაც და მთელ ქვეყანასაც. ფრაზები ახალთ საიმედოდ. ჩვენ ვიცით, რისთვისაც გკლავთ. თქვენ კარგად იცით, რომ ბანდიტები არა ვართ. მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანეთ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს საქართველოს. პირველად გიორგი ხიმშიაშვილს გამოიყვანდნენ საკნიდან და მას მოუწევდა გაეხსნა გამომშვიდობების ტრაგიკული რკალი ასეთი სიმხნევით და იმედოვნებით, ზეციური მხედრის გამოცხადების რწმენით. სიკვდილით ვერ შეგვაშინებთ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს განთავისუფლების თავბედია. ეს ის ვარდენ წულუკიძეა, ვინც გარეგნობითა და სულითაც ერთნაირად აგონებდა რაინდს ყველა მხილველს. იგი გაასაუკლდევებს ერის სიმტკიცეს, 1000-ით გაამრავლებს მებრძოლთ. პანკრატოვიც კი ეს ცივსისხლიანი ჯალათიც ისე მოიხიბლებოდა გენერლის თავდაჭერით, რომ თავის და გასაკვირად ამოთქვამდა. თქვენ მართლაც გმირულად კვდებით. გინდა გადავცე რამე თქვენიანებს და პასუხად. გადაეცით, რომ ჩვენ დავიხოცეთ ვით ქართველ პატრიოტებს შეღფერის. კოტე აფხაზმა მევკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს. ალექსანდრე მაჭავარიანმა ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიღებდით მობიერებას. ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა. ალექსანდრე ანდრონიკაშვილს ყველა ისე რომ იცნობდა როგორც მუდამ შვიდსა და აუღელვებელს, ამჯერად გული ყელში მოებჯინებოდა, რადგანაც ცხადლი ვიხილავდა, თუ როგორ შეშჩუხჩუხებდა მათი სისხლით საში ღმერთს და სამართალს ითხოვდა. სახეზე გატყობთ, რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე, იქნებ ყველა ქართველი ამისთანა გეგონათ და ხელს კვანტალიანისაკენ გაიშვერდა. მრავალი 1000 ჩვენზე უკეთესები ზრდიან თავიანთ გულში თქვენ დამის სიკვდილს. დიმიტრი ჩრდილელმა რუსეთში დაივიწყეს იდეალისათვის თავგანწირულად სიკვდილი. წადით და უთხარით მათ, თუ როგორ იბრძვიან ქართველები სამშობლოსათვის. ეს ის დიმიტრი ჩრდილელია, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც სხვა დახვრეტილებთან ერთად ჩაფლეს მიწაში. აქ პირველად მოხდებოდა ის შემზარაობა, რაც განმეორდებოდა 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის დღეებშიც. ხელს შეუკრავდნენ სამხედრო ცენტრის წევრებს და ძალიან იუკადრისებდა ასეთ მოპყრობას გენერალი წულუკიძე. ჯალათებო, ხელებს ნუ გვიკრავთ. კარგად იცით, რომ მონები არა ვართო. გზაში კოტე აფხაზი და დიმიტრი ჩრდილელი მოახერხებდნენ, რომ
ხელები გაეხსნათ გიორგი ხიმშიაშვილისათვის, ვინც ელვისის სწრაფით მისწვდებოდა ერთ-ერთ კომენდანტს, აართმევდა რევოლველს და საბარგო ავტომობილიდანაც ისკუპებდა. არ დაგიდევდა, რომ ავტომობილს ორივე მხრიდან ხმალა მოწვდილი კავალერია მოჰყვებოდა. თუ გინდ იქიდან დასხტომაც მოეხერხებინა, განა საწაუვიდოდა კვალში დადევნებულს ახალ მოწესეთ. გაღწევისათვის არც გადაუდგამს ის ნაბიჯი. ეგა ერდბაშად ტანჯველად მოეჭდო გულზე, ასე დასაკლავით ხვარივით, როგორ უნდა გავყვევო და მოუნდა იარაღით ხელში დაღუპულიყო. რაც არ დასცალდა შეთქმულების მზადებისას, ახლა მაინც აღესრულებინა. ტრაგედიის გმირი კომედიაში მოხვედრას თუ ვერ გადაურჩა და მისთვის შესაფერის ჟანრს დაბრუნებოდა და გაეფატრა მრუმე გარემო იმ ჰეროიკული გამომშვიდობებით მანქანის ძარადან. ცხენოსნები შემოერტყმოდნენ გარს გიორგი ხიმშიაშვილს, ვინც როლას ატეხდა და კიდეც დაჭრიდნენ ორმხრივის როლისას, მერე კი ორი ჯალათი იდებდა თავს მის მოკვდინებას. ჩაცხრილავდნენ და წინასწარ გამზადებულ სამარეში პირველად მის ნეშტს ჩააგდებდნენ. 1832 წლის შეთქმულთა მემკვიდრენი ასე პირწმინდად ამოიჟლიტებოდნენ და მათი უკანასკნელი სიტყვები ღარჩებოდა ნუბეშადაც და შურისძიების წყურვილის გამამძაფრებლადაც. 1923 წლის 20 მაისის ტრაგედია ბევრწილად განსაზღვრავდა 1924 წლის აგვისტოს-სექტემბრის სისხლიან კალოს. ასეა, როდესაც საიმედო საყრდენი გეცლება ფეხქვეშ. ერთი ფრთა რომ შემოატყდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, მისი მოვალეობაც მეორე ფრთას უნდა ეტვირთა, მაგრამ სადამდე უნდა გაწვდომოდნენ შეფიცულნი ამხელა ტვირთს, ჯერ ისედაც უთანასწორო შერკინებისას. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია.